ქალების სულელები. ალბათ ერთგვარი სტერეოტიპი არსებობს იმისა, რომ როდესაც ქალი არის ქერა, ხშირ შემთხვევაში არის მომხიბლავი საპირისპირო სქესისთვის და რატომღაც არ ვიცი ეს ფაქტი ყოველთვის მადარდებს, რომ საპირისპირო სქესს მოსწონს შტერი ქალები. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ რომ ნაკლებ კითხვებს სვავენ, ალბათ იმიტომ რომ ნაკლებად პოზიცია გააჩნიათ და ეს რაღაცნაირად წლების მერე ჩამოყალიბდა, რომ ქერა ქალი უნდა იყოს სულელი. რომელი სტერეოტიპი დაამსხვრია? არ ვიცი, შენ რას ფიქრობ რამეს? ქერა ქალებზე არსებული სტერეოტიპი. მე ვფიქრობ, რომ ბევრი ქერა ქალი იყო ჩემამდე, რომლებმაც ეს სტერეოტიპი უკვე დაამსხვრიეს. თამამიც იყავი ეკრანზე გამოჩენისთანავე, როდესაც პენუარში გამოჩნდი პირველად. კი. ვიყავი და მე კარგად მახსოვს, როდესაც მარტო არ ვიყავი, ჩემთან ერთად კიდევ იყვნენ სხვა ადამიანები მაგ პერიოდში, რომლებმაც გამოაჩინეს თავიანთი თავი, ასე ვთქვათ, შილიფად ჩაცმულებმა და მათთვის ეს იყო ძალიან დიდი სტრესი და რატომღაც ძალიან ნერვიულობდნენ, რამდენად განკიცხავდა საზოგადოება. მე მახსოვს, რომ მაგ პერიოდში ვიფიქრე, რომ ამაში მე ცუდს ვერ ვხედავ. მე არ მგონია, რომ თუ შენ გაიხადე, შენ ცუდი ხარ. მე მგონია, რომ თუ შენ ცუდ რაღაცებს ჩადიხარ, მაშინ ხარ ცუდი და არა ესთეტიური სილამაზე ჩემთვის არ არის სირცხვილი. გაშეშტებოდი ფოტოკამერის წინ. გავშიშვლებული ვარ, კი. ბოლომდე? თუ ეს არის კარგი, მაგალითად რეჟისორი, ძალიან მაგარი ფოტოგრაფი, კი, გავშიშვლდები. შეიძლება მე შენთან ბოლომდე ვერ მოვახერხო გაშიშვლება ინტერვიუში, მაგრამ ალბათ ხორციელი სიშიშვლე უფრო მარტივია ვიდრე სულიერი. ამ დროს ანაზაურებას მნიშვნელობა აქვს? რა თქმა უნდა. იცი, კარგად მახსოვს, როდესაც სერიალ კლინიკაში ვიყავი და მაშინ პირველად და უკანასკნელად მომიწია ეკრანზე კოცნა. თან ადამიანი რომელსაც ვკოცნიდი, ჩემი მეგობარი იყო და არანაირი ფლირტი მანდ არ ყოფილა და ერთხელ და სამუდამოდ დავწმუნდი, რომ კამერაზე კოცნა არის ბევრად უფრო ნაკლები სიახლოვე, ვიდრე შეიძლება ეს წარმოიდგინოს ვინმე. მაგრამ პირველი კითხვა რაც გამიჩნდა, ამისთვის მიხდიან უფრო მეტს. იმიტომ რომ ვიცოდი, რომ კოცნაში უფრო მეტი უნდა გადაგიხადონ. და კი, გადამიხადეს უფრო მეტი. ახლა აკოცებდი კამერის წინ თამამად. კი, ვაკოცებდი თამამად კამერის წინ. თუმცა თუ გადამიხდიან. სხვის საქმეში ცხვრით ჩაგიყვია? ყოველთვის. იმიტომ რომ ეს ადამიანის ბუნება არასდროს არ გიფიქრია იმაზე, რომ ნეტა იმ სახლში ჩამახედა, როგორ ცხოვრობენ, რეალიტი შოუ ყოველთვის იმიტომ არის რეიტინგული და საინტერესო, იმიტომ რომ ეს ადამიანის ბუნებაშია, რომ ჩვენ გვიყვარს სხვის ცხოვრებაში სხვის ჩაყოფა და მეც დიდი ცხვირი მაქვს და მიყვარს. ხინკალი უხერხული საჭმელია? ყველა ფიქრობს თავის გაფუჭებულობის თანახმად და რა ვიცი, ვისთვის უხერხული, ვისთვის პირიქით არა უხერხული. შენთვის? მე მიყვარს ხინკალი. ამერიკაში ჭამ? კი, ჭამ და საკმაოდ არა უხერხულად. ლამაზი ქალის შეგშურებია? კი, რა თქმა უნდა. ყოველდღიურად მშურს ლამაზი ქალების. სილამაზეც ძალიან სადაო საკითხია. მე მაგალითად ძალიან ლამაზი ქალი იმდენად არ მხიბლავს, რამდენადაც ქალი, რომელიც თავის ქმედებით რაღაცნაირად გალამაზებს. ოდრი ჰებერნს აქვს ნათქვამი, რომ მე სექსუალური, იმიტომ არ ვარ, რომ მე გახთილი ვარ, მე სექსუალური შემიძლია ვიყო, მაშინ როდესაც ვკრებ ვაშლს ხიდან. აი ეს რაღაცა შინაგანი ქარიზმა ყოველთვის ჩემთვის სილამაზის დეფინიციაა და მე მშურს იმ ქალბატონების, რომლებსაც შეუძლიათ, რომ აი ეს რაღაცა კლასი შეინარჩუნონ. სექსუალური ქალის იმიჯი მოგწონს? კი, რა თქმა უნდა. იცი რა არის? სექსუალურობა ჩემთვის არის ინტელექტი, ქარიზმა, გარეგნული თვისებები და კი, მე მინდა რომ ყოველთვის ვიყო სექსუალური. ახლა ასე კი რომ მემატება, სულ ნერვიულობ, რომ ეს იმიჯი წავა ჩემგან და ძალიან არ მინდა. მე მომწონს. ასე კი გემატება და ხარ 25 წლის, ხო? ხო, მაგრამ იცი რა არის? 24 წლამდე გგონია რომ ყველაფერი შენია. 25 წლის მერე ხვდები რომ უკვე არიან 18 წლის გოგონები, რომლებიც მეზიზღებიან საშინლად და მშურს საოცრად, იმიტომ რომ გგონია რომ აი მე რომ 18 წლის ვიყავი, ისეთი ჭკუა რომ მქონოდა, ალბათ 40-ის რომ ვიქნები, ვიტყვი ნეტა 25 წლის ყოფილიყავი და ესეთი ჭკუა მქონოდა თქვა. შეცვლიდი რამეს 18 წლის რო ყოფილიყავი? არა, არაფერს არასდროს არ შევცვლიდი. ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული. ამ შეცდომებზე მისწავლია ყოფილა შემთხვევა, როდესაც კიდევ დამიშვია ერთი და იგივე შეცდომა და კიდევ და არც ერთხელ არ მინანია, იმიტომ რომ ეს შეცდომები ერთგვარი მოგონება არის და საკმაოდ ხშირად შეცდომებმა, რომელიც იმ მომენტში მეგონა რომ შეცდომაა, საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი წარმატება მომიტანა. რომელი შეცდომა იყო ასეთი? მოდი გეტყვი ზუსტად. კიკალასთან გადაღებული ფოტოები, რომელსაც მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება, იმიტომ რომ ვარ თითქმის შიშველი. ამას მოყვა ისეთი დიდი გამოხმაურება, როგორც ნეგატიური, ისე ნაკლებად პოზიტიური, რომელიც მეგონა რომ არ არის კარგი. თუმცა გავიდა დრო და ეს ფოტოები დღემდე მაქვს და ყველაზე მეტად მომწონს. ამიტომ ეს ერთგვარი წარმატების ფორმულა იყო. პოპულარობისთვის რაზე ვერ წახვიდოდი? ვიღაცას რო ჩვენთვის ეთქვა, მოდი მე შენთან სექსი მექნება და შენ მაგარ გადაცემას მოგცემ, არასდროს არ ვისწამდი ამას. ასეთი რამე არ შემოუთავაზებია? კი, შემოუთავაზებიათ. საქართველოში. საქართველოში. როგორი რეაქცია ქონდა?
დამცირებულად ვიგრძენი თავი, იმიტომ რომ მიმაჩნდა რომ მე იმაზე მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე უბრალოდ ვიღაცას ლოგინში ჩავუხდე და ამით მივიღო გადაცემა და უარი მithქვამს და ის გადაცემა მიმიღია, უბრალოდ იმ ადამიანმა ვეღარ გააკეთა ის გადაცემა. სხვამ გააკეთა. სხვამ გააკეთა. ქართული ტრადიცია, რომელიც გაღიზიანებს. ვიცი რა, ძალიან ბევრი ტრადიციაა საქართველოში, რომელიც პირიქით მომწონს. ძალიან ბევრი იძახის, რომ მაგალითად აი სუფრის ტრადიცია არ მომწონსო, სადღეგრძელოები. მე პირიქით მომწონს, იმიტომ რომ ვიღაცა უცხოელი რო ჩამოდის, თუნდაც ჩემი ქმარი ყოველთვის იძახის, რომ აი ეს რა მაგარია ეს ტრადიცია. ჩვენთვის უბრალოდ ეს ყოველდღიურობა და ალბათ ვერ ვამჩნევთ ამას. არ მომწონს გარიგება. მიმაჩნია რომ ეს ცოტათი არ იყოს და არც ქართული არ არის და უბრალოდ რაღაცა გადმონაშთია გაურკვევლობის. არ მომწონს 16 წლის რომ თხოვდებიან, იმიტომ რომ ვიღაცამ გაიგო რომ ფეხმძიმეთ არის. არ მომწონს გარკვეული ტრადიციები, რომლებიც მე მიმაჩნია რომ არ არის ქართული, მაგრამ დრო მოიტანა და ჩვენ ამას ქართულ ტრადიციებს ვეძახით. შენთვის უცდია თვინვეს გარიგება? არა, არასდროს არა მსგავსი არაფერი არ ყოფილა. სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო? არა. არსად არ უნდა დაიხურო, არანაირი ქუდი, შენი ქუდი უნდა გეხუროს. ყოველთვის, იმიტომ რომ მე წასული ვარ, მაგრამ მე მახურავს ქართული ქუდი. კოლეგას ფეხის დადება შენთვის უცდია? კი, უცდია. ეს იყო ერთ-ერთი ტელეკომპანიაში, როდესაც მუშაობდი და ჩემი გადაცემა მოიხსნა, ისევე როგორც უამრავი სხვა გადაცემა და იყვნენ კოლეგები, რომლებიცაც ძალიან უხაროდათ ეს ამბავი და მაქსიმალურად შეუწყეს ხელი იმას, რომ არა მარტო ჩემი, არამედ სხვა ადამიანების გადაცემები დახურულა. რეაგირება მოახდინა? არა. არაფერი არ უთხარი მაგრამ? არასდროს არ მithქვამს, არც არ ამგონი იცოდნენ რომ მე ეს ვიცი, მაგრამ ეს არის რეაგირება რომ მოახდინო, ალბათ ეს ის არის რაც მათ სურთ და როდესაც რეაგირებას არ ახდენ, ეს ყველაზე მეტად ამწარებთ. რას მიიჩნევ ამორალურად? ბავშვს რომ სამშობიაროში ტოვებენ. ჩემთვის ეს არის ამორალური. ჩემთვის არის ამორალური, როდესაც მამაკაცი ტოვებს ორსულ ცოლს და მიდის სხვასთან. ჩემთვის ამორალურია ის ქალი, რომელმაც დართონება იმ მამაკაცს რომ წამოვიდეს ფეხმძიმე ცოლისგან. ახლა ისე ჟღერს რომ გეგონება ოდესღაც მე გადამხდა. არა, მაგრამ ეს ჩემთვის ამორალურია. ურთიერთობაში ბევრი შეცდომა ჩემთვის ამორალურია. ადამიანურობას რომ ვკარგავთ, ეს ამორალურია. შოუ-ბიზნესში ნამდვილი მეგობარი ყოლია? არა. ოღონდ იმიტომ არა რომ შოუ-ბიზნესში არ არსებობენ კარგი ადამიანები. ყველა ძალიან კარგი ადამიანია და ყველას მეგობარი ვარ, მაგრამ ნამდვილი მეგობარი მყავს ორი, მყავს დედა და ორი დაქალი და მიმაჩნია რომ ეს საკმარისზე მეტია. შოუ-ბიზნესში ძალიან რთულია გყავდეს ნამდვილი მეგობრები, იმიტომ რომ ზოგჯერ გიწევს თუნდაც შოუსთვის რაღაცა თქვა, რაღაცა გააკეთო, რასაც ისინი არ ეთანხმებიან. და ყოველთვის თავიდანებოთ არსებობს კონკურენცია. მე შენ გიღიმი, მაგრამ ნიკა ხაჩიძეს აქვს გადაცემა. მეც დიდი სიამოვნებით ამ გადაცემას წავიყვანდი. კიდე შევწოვდი. მოდი. ორი კითხვა. ორი კითხვა. ყოველთვის მაინტერესებდა არის თუ არა ნიკა ხაჩიძე შეყვარებული. ამ ეტაპზე არა, ყოფილვარ ორჯერ ძალიან. ყოფილა თუ არა რომ კარიერისთვის დაგივიწყებია შენი მეგობრები და რაღაცნაირად. მეგობრები? მაგალითად მე როგორც მეგობარმა შენ გაგანდეს საიდუმლო. ხო. შენ გაქვს გადაცემა. შენ ამ საიდუმლოს გამოიყენებ შენი კარიერისთვის. არა. ზუსტად ვიცი რომ არა. ნუ მე ვიცოდი. შენ თუ რამე კითხვას ელოდები, ის კითხვა არ იქნება. კარგი. შეცვალ დროლები. გავაგზავნეთ. გავაგზავნეთ. ქალს შენი შემოუცდია? კი, აი საქართველოში ნამდვილად ის ქალი absolutურად უცნობია, არც ვიცი რა ქვია, მაგრამ მახსოვს რომ ვიყავი აუზზე და მან პირდაპირ მითხრა რომ მე შენ მომწონხარ როგორც ქალი. როგორი რეაქცია ქონდა? მე ალბათ იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც ლიბერალს ეძახიან თავის თავს. მე არ გამკითხავ არავის ორიენტაციას და არავის სურვილებს. რა თქმა უნდა, მე სიამოვნა ერთგვარად, რომ აი ქალსაც შეიძლება მოსწონდე. თუმცა, ჩემთვის ეს რა თქმა უნდა არ იყო საინტერესო, იმიტომ რომ მე მომწონს მამაკაცები, მაგრამ იცი რა, აი ფორმაც, თვითონ ფორმა ისეთი იყო, რომ მამაკაცსაც რომ შემოეთავაზებინა, ნაკლებად დამაინტერესა. როგორი ფორმით შემოგთავაზა? ნუ ძალიან პირდაპირი და რაღაცნაირი ის იყო, ესე, რა ვიცი, ესე არ მოვიხიბლებოდი არც მამაკაცით. უხერხულობა შეგიქმნა ქალის ამ ფლირტმა? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იცი როგორი გრძნობა გამიჩნდა, რო არ გინდა რომ აწყენინო. უბრალოდ ადამიანმა რაღაცნაირად გამოხატა თავის თავისუფლება. ეს თქვა, რაც ალბათ ძალიან ძნელია, მით უმეტეს უმცირესობის წარმომადგენლისთვის და ვიგრძენი თავი უხერხულად. ბრმა სიყვარული არსებობს? არა.
არ მჯერა ბრმას სიყვარულის, იმიტომ რომ იცი როგორ რაღაცა, აი როგორც ცალმხრივი სიყვარულისაც არ მჯერა, როდესაც ადამიანს არ იცნობ, არ შეხები ხარ, არ იცი მისი სუნი, არ იცი არაფერი, შეუძლებელია გიყვარდეს. ეს რაღაცა ახტაცება უფრო მეტად არის ვიდრე სიყვარული. ამიტომ ჩემთვის ბრმას სიყვარული არ არსებობს. სიყვარული არ აბრმავებს? სიყვარული რა თქმა უნდა აბრმავებს, მაგრამ ეს სიყვარულია და იმან დაგაბრმავა და არა ბრმად. დაბრმავებულ ხარ სიყვარულის დროს? ყოველთვის. კარგია. იცი რა, ალბათ სიყვარულის ხიბლიც ის არის, რომ ბრმავდები და ყველაფერი გავიწყდება. როდესაც გიყვარს იმ მამაკაცის ნაკლიც გიყვარს ყველაზე ძალიან. ის რასაც ახლა მე ვინც არ მიყვარს იმაში დავინახავ და ვიტყვი რომ ღმერთო ჩემო რატო იქცევა ასე, როდესაც გიყვარს, ვაიმე ღმერთო ჩემო რა კარგია რომ ასე იქცევა. ბრმავდები, მე არაერთხელ ყოფილი ვარ შეყვარებული და ზოგადად ყოველთვის დაბრმავებული ვარ. ახლაც დაბრმავებული ვარ სიყვარულით, თქო უკვე ჩემი ქმრის მიმართ. შენი რომანები ყოველთვის შენივე ინიციატივით თავდებოდა? კი, ნამდვილად ყოველთვის ჩემი ინიციატივით თავდებოდა და ალბათ ისევე როგორც ნებისმიერ ქალს ჩემი ყველაზე დიდი კომპლექსი თუ შიში ის არის რომ მე მიმატოვებენ. არასდროს არ მეშინია ურთიერთობის დამთავრება, თუნდაც სერიოზული ურთიერთობის, იმიტომ რომ გონია რომ ყველაფერი რაც ხდება უკეთესობისკენ. მამაკაცს არ მიუტოვები ხარ? არა, არასდროს არ მიუტოვები ვარ. რთული გადასატანი იქნებოდა. ვერასდროს ვერ გადავიტანდი ალბათ. ეს იქნებოდა ყველაზე დიდი, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი შიში. ძვირად ღირებული საჩუქარი უკან დაგებრუნებია? არა, არასდროს არ დამიბრუნებ. იცი რა არის? ჩემთან ურთიერთობა, მე მგონი საკმაოდ ძვირად ღირებულია და ამიტომ არ ვთვლი საჭიროდ რომ რაღაც საჩუქარი დამებრუნებინა. და ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი რა მიგიღია? ბრილიანტის ბეჭედს არ გულისხმობთ, რომელიც ყრისგან გაქვს მიღებული? კი, რა თქმა უნდა, ესენი იქნება ალბათ ყველაზე ძვირად ღირებული, მაგრამ დასაბრუნებელი მადლობა ღმერთს არ მაქვს ნამდვილად. ალბათ ყელსაბამი იყო ასევე ბრილიანტის, რომელიც არ დამიბრუნებია და არც ვაპირებ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ იმდენს ვიმსახურებ, რომ ჩემთან ურთიერთობა რაღაც მოგონებად დარჩეს და მეც რაღაცა დამრჩეს. ვინ გაჩუქა ეს ბრილიანტის ყელსაბამი, არ გვეტყვი? იცი რა, რომც გითხრა, შენთვის არაფრის მთქმელი არ იქნება, იმიტომ რომ ეს არ არის არც ცნობადი სახე და არც არაფერი ისეთი. მეგობარს შენი საიდუმლო გაუთქვამს? არასდროს ის მეგობარი არ იქნება თუ ის გათქვამს შენ საიდუმლოს, ამიტომ არასდროს არ გაუთქვამს და მეც ვარჩევ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვანდობ ჩემ საიდუმლოს. ორზე მეტმა ადამიანმა თუ იცის საიდუმლო, ეს საიდუმლო აღარ არის. იმიტომ რომ ის კიდე ვიღაცას ეტყვის, ის კიდე ვიღაცას. ამ მეგობრებთან 100%-ით გახსნილი ხარ? 100%-ით გახსნილი ვერავისთან ვერ იქნები. ახლა ვაპირებდი რომ მეთქვა რომ კი, მაგრამ ვერ იქნები. იცი რა, ახლაც შენს გადაცემაში მე იშვიათად დავდივარ ისეთ გადაცემებში, სადაც უხერხულ კითხვებს მისვამენ, იმიტომ რომ ჩემი იმიჯი ზოგადად ვფიქრობ არ არის დაკავშირებული უხერხულ კითხვებთან და სკანდალებთან. მირჩევნია სილაღე და სიმხიარულე. თუმცა შენ ჩემი მეგობარი ხარ და გადავლახე ჩემი რაღაც მომენტები და მოვედი და მართლა გულით ვცდილობ რომ ვიყო 100%-ით გულწრფელი, თუმცა ზუსტად ვიცი რომ ალბათ მხოლოდ 20%-ით შეიძლება იყოს გულწრფელი. ჯადოს არსებობის გჯერა? არ მჯერა. რა გავაკეთე? მე მგონია რომ ვისაც არ უნდა გაუკეთო ჯადო, იცი რა, თავს რომ რაღაც კუდი მოაბა, მაგითი მე შენ თავს ვერ შეგაყვარებ. ვერც ვიღაცა ქალი 2 საათი რომ ადუღებდეს რაღაცაში, შენ მე არ შეგეყვარდები. თუმცა იმის მჯერა რომ ამას ასეთ ნეგატივზე თუ წახვედი ოდესღაც, ბედნიერება იქიდან არასდროს არ წამოვა და თუ ჯადო რეალურად არსებობს და მართლა არ ვიცი, მე არ გამიკეთებია და ჩემს გარშემოც არავინ არ ყოფილა ვისთვისაც გაუკეთებიათ და თუ ეს რეალურად არსებობს და ძირითადად რისთვის ხმარობენ, ხო, რომ დააგრიონ ოჯახი, ბიზნესი, რაღაცა უბედურება მოუტანონ. მე კარმის მჯერა, ის აუცილებლად დაგიბრუნდება ამა თუ იმ გზით. კითხავის ნათქვამი აქ ხდენია? კი. რას უკავშირდებოდა? ბენს უკავშირდებოდა ერთხელ ერთ-ერთ გადაცემაში მკითხავდა მითხრა, შენ ცოლად გაყვები უცხოელ მამაკაც 30 წელს გადაცილებულსო. ძალიან ბევრი ვიცინე და ვერ დავიჯერე ეს, თუმცა როგორც ხედავ ეს ამიხდა. ეკლესიურად გიცხოვრია? ზოგადად ვცდილობ რომ ეკლესიურად ვიცხოვრო. ოღონდ ეს მცდარი წარმოდგენა იმაზე რომ ტეხავს იყო ეკლესიური. დღესდღეობით რატომაც საქართველოში ყოველს მიაჩნია რომ თუ შენ იძახი რომ მე ეკლესიაში დავდივარ, შენ ისეთი მაგარი ვეღარ ხარ და აი მე ამას არ ვეთანხმები. მე მჯერა ღმერთის, მე მჯერა ეკლესიის და ჩემს ბავშვობაში კარგად მახსოვს იყო ერთი ქალბატონი, დედაჩემის თანამშრომელი, რომელიც აბსოლუტურად კვლავ სტერეოტიპი იმისა, რომ ეკლესიური ნიშნავს გაუნათლებელს და ბნელს, ის იყო ძალიან განათლებული, ძალიან ლაღი, ძალიან ბედნიერი ქალი, რომელიც მუდამ დადიოდა ბიბლიით და მე გამიჩნდა კითხვა, რომ კი, მაგრამ აი მომიყევი და მან ბევრი რამ მომიყვა, მათ შუქა ბიბლია, რომელიც დღემდე მაქვს, სხვა შორის იქაც წაღებული მაქვს.
და მე დავიწყე ძალიან აქტიურად სიარული. ანუ ეხლაც ვარ ეკლესიური, ეხლაც დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ მაშინ ეს იყო ძალიან სისტემატიური სახე ქონდა, ეს იყო მარხვები, ეს იყო აღსარება. თუმცა ქონდა ესეთი სამწუხარო შემთხვევა, როდესაც მივედი ერთხელ და უკანასკნელად აღსარებაზე და მღვდელი იმის ნაცვლად რომ ყოფილიყო ყველაზე სუფთა, ყველაზე კარგი ადამიანი, რომელსაც შეგიძლია გაანდო საიდუმლო, ის აღმოჩნდა საკმაოდ არასასიამოვნო პიროვნება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ 16 წლის გოგონასთან შეუძლია, რომ ცოტათი წაიფლირტაოს. ვიცი, რომ ძალიან ცუდად ვიძახი და ახლა ბევრი მეტყვის, რომ რატო ცილის წამება არისო, მაგრამ არ არის. ეს იყო, ცუდი არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ მისი საუბარი ჩემთან იყო იმდენად მიუღებელი, რომ მას მე არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ჩემსა და ღმერთს შორის ვიღაც შუამავალი იდგეს. მე წავალ ეკლესიაში და აღსარებას ჩემს ფიქრებით ჩავაბარებ ღმერთს და ზოგადად ვფიქრობ, რომ უნდა ვეცადოთ ვიცხოვროთ ისე, რომ არაფერი აღსარება ჩასაბარებელი არ გქონდეს და ნუ დავაშავებთ და არ გვექნება მაგაზე საფიქრალი. მამაკაცის გამო ბევრჯერ გიტირია? ძალიან ხშირად ვტირი. ოღონდაც ვტირი იცი როგორ რაღაცებზე, აი რაღაცა ვიდეოს ვნახავ Facebook-ზე, რომელზეც გული მიჩუყდება და მეტირება. ვიღაცა სეტყვის მიყვარხარ და ამაზე გული. როდესაც რეალურ პრობლემას ვუდგები, მაშინ არასდროს არ ვტირი. საკმაოდ ძლიერი ვარ და პირიქით, ტირილის ნაცვლად რაღაცა ორმაგად უფრო ძლიერი ვხდები. მამაკაცის გამო არასდროს არ მიტირია. ძალიან არ ქონია იმედგაცრუება სიყვარულში. კი, როგორ არა, მაგრამ არასდროს ისე ძალიან არავის გული ჩემთვის არ გაუტეხავს, რომ მე მეტირა. ძალიან ბევრჯერ განმიცდია, აღამე არ მძინებია, მიფიქრია, მაგრამ არ მიტირია. სიკვდილისთვის თვალებს ჩაგიხედავს? კი. იყო ასეთ შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც რაღაც ნაღლის ბუშტი გამისკდა, რაც შესაძლებელი იყო, რომ პერიტონიტით დამთავრებულიყო და ნუ მე ვიცით, რომ ეს უკვე ფატალური შედეგია. ჩემმა დაქალმა გადამარჩინა, რომელიც ჩემთან რჩებოდა მაგ ღამეს და დედაჩემი გააღვიძა და თქვა, რომ არ არისო კარგად. და მე ზოგადად ტკივილს ძალიან კარგად ვიტან და ნაკლებად მჩვევია წუწუნი და ყოველთვის მიმაჩნია, რომ აი ჯობი არ შევაწუხო არავინ ჩემი ტკივილი, თუნდაც არა ფიზიკურით და ზოგადად არავის არ ვაწუხებ. მან გადაწყვიტა, რომ რადგან ასე ვწრიალებ, ესე იგი ნამდვილად ძალიან ტკივა და რომ მივედით საავადმყოფოში, გითხრეს, რომ სასწრაფოდ. ეს იყო ღამე და ახლავე ვიძახებთ ქირურგს და ახლავე არის გასაჭრელი, იმიტომ რომ შეიძლება სისხლი მოიწამლოს. მაინც აი ეს განცდა, რომ მე სიკვდილს თვალებში შევხედე, ახლა და ახლა უფრო მგონია, რომ მაქვს, იმიტომ რომ იმ მომენტში მე ვერაფერს ვერ მივხვდი. აი უკვე როდესაც წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ და მე ამ ისტორიას ვიხსენებდით, რომ მე შეგადაგარჩინე. მად მივხვდი, რომ შეიძლება და მაგ მომენტში ჩემი სიცოცხლე გამწყდარი იყო. სუიციდზე როდესმე გიფიქრია? არასდროს. მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე საზიზღარი რამ, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, იმიტომ რომ თუ თქვენ გჯერათ ღმერთით, ღმერთმა მოგცათ თქვენ ეს სიცოცხლე, თუ თქვენ არ გჯერათ ღმერთის, რაღაცნაირად თქვენ ეს საჩუქარი მოგეცათ. ეს არის ყველაზე ეგოისტური. ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც და ყველაზე სუსტი რამ, რაც შეიძლება გააკეთო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არ ვიცი რამდენად შეიძლება ტელევიზიით თქვა, მაგრამ იყიდებ ყველა შენახლობელს. იყიდებ საერთოდ ყველაფერს და ეს არის საშინელება. სუიციდი გამოსავალი არასდროს არ არის. თქვენ ამითი უარეს ტკივილს აყენებთ ყველა გარშემო მყოფს. თუმცა პრესა წერდა, რომ თავს იხრჩობდი. პრესა ბევრ რამეს წერდა. პრესას დაუშორები ვარ ქმართან, ვიღაცას და ოჯახი დამინგრევია ვიღაცის. ვის ოჯახის დანგრევას გაბრალებდნენ? მაგალითად გიორგი ქორქიას ოჯახის დანგრევას მაბრალებდნენ, იმის და მიუხედავად რომ მე და გიორგი უბრალოდ მეგობრები ვიყავით და ჩვენ გვაკავშირებდა რეალიტი შოუ, სადაც ნუ აიც რა იყო პიარის ნაწილი იყო, რომ რაღაცნაირად სადღაც ერთხელ დაიწერა და ჩვენ ორივე ვიცინეთ. მერე წლები გავიდა და გიორგის არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ არ ვიცი დაენგრა. არ ვიცი, ნუ უბრალოდ გაეყარა თავის მეუღლეს და ბევრმა დაწერა რომ ეს ჩემი ბრალია, თუმცა ალბათ მაშინ გიორგი ნანახიც არ მყავდა უკვე დიდი ხნის განმავლობაში. ბენი რომ ქართველი ყოფილიყო, ცოლად გაყვებოდი? ბენს იმიტომ არ გავყევი ცოლად, რომ პასპორტი აქვს ამერიკული, ან არა ამ ქვეყანაში დაიბადა. მე ბენს გავყევი ცოლად, იმიტომ რომ მე ბენი მიყვარდა, მე ბენის შინაგანი სამყარო მიყვარს, მისი იუმორის გრძნობა, მისი გარეგნობა, მისი ყველაფერი, მისი ნაკლი თუ მისი დადებითი და არა იმიტომ რომ არ არის ქართველი. ქართველი უბრალოდ არ შემხვდა ისეთი, რომელიც ჩემი მეორე ნახევარი იყო, თორე ალბათ ქართულს დიდი სიამოვნებით გავყვებოდი. არაერთხელ მიფიქრე იმაზე, რომ ნეტა ბენი ქართულად ლაპარაკობდეს, იმიტომ რომ თუნდაც ჩხუბის დროს ვერანაირად ვერ ვაგებინებ ჩემ პოზიციას, ვიცი რომ ბევრად უფრო მტკიცედ და ბევრად უფრო ესე დამაჯერებლად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ მართალი, მაგრამ ვერაფრით ვერ ვაგებინებ და ერთხელაც რაღაცაზე ვკიოდით და ვწიოდით და მეუბნებ, რომ კი, მაგრამ უცხო ენაზე ლაპარაკობ და კი მეთქი, უცხო ენაზე ლაპარაკობ, ძალიან მიჭირთ. ქორწინების შემდეგ ქმართან კრიზისი ქონია? კი, რა თქმა უნდა.
იცი რა, მათყუ არა ის ადამიანი, რომელიც გეტყვის, რომ ჩვენ აბსოლუტურად იდეალური ურთიერთობა გვაქვს. ალბათ იდეალური ურთიერთობა არის ყველაზე დიდი კრიზისი, რაც შეიძლება ურთიერთობაში არსებობდეს. ჩვენ გვიჩხუბია კიდეც, მაგრამ აი სულ თავიდან, როდესაც წავედი, სანამ საბუთებს მივიღებდი, მე მქონდა რთული პერიოდი, როდესაც არ გაქვს საბუთები, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სამსახური ვერ გექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ვერ წახვალ შენ სამშობლოში ან თუნდაც სადმე სხვა ადგილას, სადაც მე ხლა იქ მეგობრები არ მყავდა. მე ვიყავი მარტო და ბენს აქვს ჩემთვის ნათქვამი, რომ ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ერთ დღესაც მომიტრიალდები და მეტყვი, რომ მე ყველაფერი მივატოვე შენს გამო და შენ მაგალითად ჭურჭელს რატომ არ არეცხავ რაღაც. მე მქონდა კრიზისი, იმიტომ რომ ბენის თვითოული მოსვლა და იმის თქმა, რომ აი მე დაღლილი ვარ სამსახურის მერე, ჩემში იმის ნაცვლად რომ მეთქვა დიდი მადლობა რომ მუშაობდა მარჩენ, მე მქონდა რომ ნეტა სამსახური მქონდეს. ახლა ნეტა ისევ მუშაობდა, ნეტა ის აქტიური გრაფიკი და მე ამ დროს ხელები მქონდა ჩაკეტილი და ვერც მივდიოდი და ვერც მოვდიოდი და ეს რა თქმა უნდა რაღაცა კონფლიქტს ქმნიდა ოჯახში და ჩემი მუდმივი ასეთი გაღიზიანება ალბათ ბენისთვის ძალიან რთული იყო. თუმცა ის შეგნებული მამაკაცია და მან იცოდა რომ ძალიან ძნელია ჩემთვის ასე უცბად ერთი ადგილიდან გადამაგდეს სხვაგან და დაშორებაზე ფიქრობდი ამ დროს? არა, დაშორებაზე არასდროს არ მიფიქრია. რომ მეფიქრა ერთხელ მაინც დაშორებაზე დავშორდებოდი. მიმაჩნია რომ თუ ერთხელ მაინც გაგიელვა ფიქრმა რომ მოდი დავშორდეთ, ესე იგი არსებობს რაღაცა ისეთი პრობლემა, ისეთი წყლული ურთიერთობაში, რომლის მოწვაც ძალიან რთული. არასდროს არ მიფიქრია. მიფიქრია იმაზე რომ ხوارჯობია ჩვენ ორივე გადავიდეთ საქართველოში და იმან იწვალოს ჩემ ნაცვლად, მაგრამ როგორც კი საბუთები დალაგდა და აი ეს რაღაცა ეტაპი მორჩა, მე მივხვდი რომ ყველაფერი მშვენიერია და გადასარევია ცხოვრება, შემიძლია როცა მინდა ჩამოვიდე. თან ბენიც მიწყობს ამაში ხელს, ანუ მე შემიძლია საქართველოს ჩამოვიდე 3 თვე და ის უბრალოდ 1-20 დღით ჩამოფრინდება, წავა და ამაში ხელს მიწყობს და ვიცი რომ ჩემი ცხოვრება მშვენიერია, იმ თვალსაზრისით რომ მე სადაც მინდა იქ ვიქნები. მამაკაცის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვანია? ძალიან კარგი კითხვაა, ნიკა. იმიტომ რომ საქართველოში განსაკუთრებით, არა მარტო საქართველოში, ყველგან უყვართ მამაკაცებს იმის თქმა, რომ ქალებს მხოლოდ ფული აინტერესებთ. ამ დროს მამაკაცებს თქვენ მოგწონთ ლამაზი და მოვლილი ქალბატონები. არავინ არ თქვას რომ არა. მე მაქვს თმა მიბმული, წამწამი მიბმული, ძვირად ღირებული ტონალური მისვია. ფჩხილებიც გაკეთებული მაქვს. იმიტომ ის რომ არა ვარ განზე გასული ძალიან იმის და მეხვდეთ რომ ცოტათი ვარ, იმის დამსახურებაა რომ მაქვს საშუალება წავიდე, გავიკეთო მასაჟი, წავიდე ძვირად ღირებულ რაღაცა სავარჯიშო დარბაზში და იცით რა არის ბოლოს საბოლოო ჯამში, როდესაც იძახით რომ ეს გოგო როგორი კარგია, ეს გოგო აეწყო ფინანსებით. ამიტომ თუ გინდა რომ გაწვდე გარკვეულ გარეგნობის მქონე გოგონას, არა არსებობენ ძალიან ბევრი გოგო, რომელსაც არაფერი არ სჭირდება, მაგრამ ნუ ჩემზე ვიძახი. უნდა გქონდეს ფინანსები. მით უმეტეს თუ იმის მომხრე ხარ, რომ მამაკაცი დომინანტი უნდა იყოს ურთიერთობაში. თუ გინდა რომ იყოს დომინანტი, უნდა იყოს ძლიერი. სიძლიერე რა არის? სიძლიერე არის ფინანსები. მას თუ შეუძლია რომ ჩემი ზურგი იყოს და მე ვიცოდე რომ მე თუ რაღაცა საქმე დავიწყე, თუ ის საქმე არ გამოვიდე, ის აუცილებლად მე მხარში დამიდგება და ბავშვი თუ გავაჩინე, ის შეძლებს რომ ბავშვს საჭმელი პამპერსი ყველაფერი უყიდოს. რა თქმა უნდა, ფულს აქვს მნიშვნელობა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ჩემ აქ მარმარო საერთოდ დაკარგოს ყველანაირი ფული, მე მას გვერდზე არ დაუდგები. გვერდით დაუდგები და ვიქნები მისი ყველაზე დიდი მხარდაჭერა. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა კონდეს ბევრი ფული, უბრალოდ მე არ მიმაჩნია მამაკაცურად, როდესაც ბიჭები ლაპარაკობენ, მას მხოლოდ ფული აინტერესებს. იმის ნაცვლად, რომ ასე ისაუბროთ, მოდით გადით და რამე გააკეთეთ. ყოველ შემთხვევაში მცდელობა, როდესაც გექნებათ, ბევრად უფრო ძლიერი მამაკაცები გამოჩნდებით, ვიდრე როდესაც უბრალოდ საუბრობთ რა ხა იცი რა არის იმ გოგომ უარი მითხრა, იმიტომ რომ იმდენი ფული არა მაქვს. მამაკაცთან ინიციატორი ხარ? რა თქმა უნდა, პირველი არ მივსულარ და არ მithქვამს, რომ გამარჯობა ძალიან მომწონ ხარ, მაგრამ ნუ მე იმისთვის მიმიცია ბიძგი, რომ მას შეუძლია ჩემთან რაღაც გამოვიდეს. ქალი მამაკაცის კისერია? ქალი ნამდვილად მამაკაცის კისერია, თუ ჭკვიანი ქალია, ხო იცი როგორ არის ნათქვამი, ყველა გენიალური მამაკაცის უკან დგას უფრო გენიალური ქალია და როგორი მაგარიც არ უნდა მამაკაცი იყოს, თუ მას სახლში ან გვერდით არ ყავს ქალი, რომელიც ბოლომდე მხარში დაუდგება და მის დადებით თვისებებს მისცემს განვითარების საშუალებას, ის მამაკაცი ვერასდროს ვერაფერს ვერ იზამს. ისევე როგორც ქალი, ჩვენ გვჭირდება სტიმული, ზოგჯერ ეს არის მშობელი მაგალითად, რომელიც გვეუბნება, რომ ნუ ნერვიულობ, შენ თუ წაიქეცი, მე აგაყენებ და ერთად წავალთ. ცოლიც, შეყვარებულიც ქალი უნდა იყოს ის კისერი, რომელიც ესე დაუნახავად დაატრიალებს იმ თავს და წაიყვანს სწორი მიმართულებით. ქორწინების შემდეგ სხვა მამაკაცისკენ თვალი გაქცევია?
არა, როგორც შენ მეკითხები, ისე არ გამქცევია. თუმცა ყოფილა რომ ახლა მე და ბენი ერთად ვისხედით სადღაც და მithქვამს რომ შეხედე როგორი სიმპათიური მამაკაცია. მასაც უთქვამს რომ ნახე როგორი ლამაზი გოგონა. ეს ძალიან ბუნებრივია. ბენი არ ეჭვიანობს ამ დროს. ბენი იცი რა არის, ბენს აქვს იმდენი თავდაჯერებულობა, რაც მე მხიბლობს ყველაზე მეტად. ალბათ მამაკაცებს ხშირად გონიათ რომ როცა ეჭვიანობენ, ამით ქალს დააკავებენ პირიქით. როდესაც არ ეჭვიანობ, უფრო დააკავებ ქალს, იმიტომ რომ ესე იგი იმდენად თავდაჯერებული ხარ, რომ ის ქალი არასდროს შენგან არ წავა. და როდესაც ეჭვიანობ, სუსტი ხარ. კაცი არის მონადირე, ეს ოდითგანვე მოდის და ჩვენ ვიცით რომ ის ნადირობს ქალზე. ქალიც ანალოგიურად ყოველთვის ეძებს ძლიერ მონადირეს. ჩვენ გვინდა რომ სიძლიერეს ვგრძნობდეთ მამაკაცისგან. თუ ის კაცი არ არის თავის თავში დარწმუნებული, ჩვენ ყოველთვის გავიხედებით და დავინახავთ უფრო ძლიერს, რომელსაც არასდროს არ შეიტანს ეჭვს შენში და იმდენად დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში და თავის ქარიზმაში, ინტერესში, არ ვიცი ყველაფერში, რომ მას არ სჭირდება ეჭვიანობა. ამიტომ ბენი საკმაოდ თავდაჯერებული მამაკაცია, ჩემს არასდროს არ იქნება საინტერესო სხვა მამაკაცის ცისკენ გახედვა. გათხოვების შემდეგ სხვა მამაკაცს უცდია შენიშება? სამწუხაროდ კი. და ეს უმეტესობა იყვნენ ქართველები, ეს იყო სოციალური ქსელის მეშვეობით, დღემდე 1 და 2 არა, 10 და 30, რომლებიცაც არ ვიცი რატომღაც არ აინტერესებთ ის ფაქტი, რომ გათხოვილი ვარ და მაინც აძლევენ თავიანთ თავს ნებას, რომ მომწერონ და რაღაცა იმოდი სადმე დაგპროტიჟო ყავაზე. ვფიქრობ, ალბათ ეს არის განსხვავება დასავლეთს და საქართველოს შორის. იქ როდესაც ხედავენ ბეჭედს, იქ არასდროს არავინ არ მგონია, რომ ახლა ვიღაცა 1 მილიონში არ გამოჩენილიყო, ვისაც გაეფიქრა მაინც, მაგრამ როგორც კი ხედავენ ბეჭედს, ისინი იხევენ და საქართველოში ბეჭედის დანახვაც არ სჭირდებათ, იცის უმეტესობა, მაგრამ მაინც თვლიან საჭიროდ, რომ მე რა მოხდა. მე რადგან ამის გამკეთებელი ვარ, ალბათ ისიც გამკეთებელი. რა ძალიან ცუდია და კარგი იქნება თუ ამის პატივისცემას ვისწავლით საქართველოში და როდესაც ოჯახი არსებობს, ხო სულ ვსვავთ სადღეგრძელოებს ოჯახს გაუმარჯოსო, მაგრამ მე ვიღებთ ჩვენ smartphone-ებს და ვწერთ ვიღაცას, ვისაც ოჯახი ყავს. სექსი როგორი ხილია? გემრიელი. სექსი მნიშვნელოვანი ხილია, იმიტომ რომ ურთიერთობა სექსის გარეშე არ არსებობს. არ შეიძლება, იცი რა არის, სულ ყოველთვის მეცოდებიან ცუდი სიტყვა, მაგრამ თანავ უგრძნობ იმ ადამიანებს, რომლებიც თხოვდებიან ან ცოლი მოყავთ ამის გარეშე, იმიტომ რომ შეიძლება ის ორივე იყოს საოცრად უბილწო, საოცრად კარგი და არაჩვეულებრივი და მართლა გულით უყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ არსებობს ორნაირი აწყობა, არსებობს რაღაცა მენტალური, სულიერი და მე არსებობს სექსუალური. მანდაც უნდა ვეწყობოდეთ ერთმანეთს, რომ შეიქმნას იდეალური ოჯახი. თუმცა მე არაერთხელ მithქვამს, რომ მე არ გამკითხავ იმ ადამიანებს, რომლებსაც ქალიშვილობის ინსტიტუტის მიმდევრები არიან. გაგიკვირდება, მაგრამ ანგიხსნი. მე არ მომწონს გოგონები, რომლებიც იძახიან, მე ვარ ქალიშვილი, იმიტომ რომ საზოგადოებამ არ გამკითხოს. ეს ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ გოგონა, რომელსაც უბრალოდ ასე უნდა, მე არ მინდა რომ მილიონი ბიჭი მყავდეს. მე მინდა რომ ჩემი პირველი მამაკაცი იყოს ჩემი მეუღლე. ამაში მე ცუც ვერ ვხედავ. ეს მისი გადაწყვეტილებაა, მაგრამ როდესაც ეს მშობლისგან ნათქვამია, მეზობლისგან, ეს უკვე ნამდვილი ქალიშვილობაც აღარ არის. შენ ქორწინებამდე სექსი ჰქონდა? მე მქონდა, კი, ქორწინებამდე სექსი ნამდვილად მქონდა. ერთი ღალატის გამო ოჯახი უნდა დაინგრეს? ალბათ სწორი პასუხია კი, მაგრამ პირფერი ვიქნები ასე რომ გითხრა, იმიტომ რომ მე არ დავანგრევდი. რეალურად როგორ ფიქრობ? რეალურად ვფიქრობ, რომ ოჯახი არ არის შეყვარებული გავიჩინე. ოჯახი იმხელა სამსახურია და ისე დიდხანს აშენებ ამ ურთიერთობას, რომ ერთმა ღალატმა არ უნდა შეცვალოს. იმედი მაქვს, ბენი ვერ გაიგებს რას ვიძახი, იმიტომ რომ ღალატის გამო აი. მაგრამ ხო, არ ვიცი, მე ალბათ შევეცდებოდი, რომ შემენარჩუნებინა ოჯახი. აპატიებ ბენს ღალატს? ზუსტად ვიცი, რომ არ მექნება არაფერი საპატიებელი, იმიტომ რომ ბენი არასდროს არ მიღალატებს. არასდროს თქვა არასდროსო, მაგრამ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, მე მას ვენდობი. უსიყვარულოდ სექსი ქონია? არა, არასდროს არ მქონია. სიყვარულის გამო გაქვს სექსი, თორე უბრალოდ არა, არსებობენ რა თქმა უნდა ადამიანები, რომელსაც ეს უბრალოდ მოსწონთ როგორც სპორტი, მაგრამ მე მაგ ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები. მე ვერ მექნებოდა ვერანაირი ურთიერთობა თუ არ მექნებოდა სიყვარული. სექსში შეზღუდვები არსებობს? არა, არ არსებობს. ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს. მაგალითად ახლა ცოლ-ქმარი, როდესაც ხარ, შეიძლება რაღაცაში არ ეთანხმებოდე, მაგრამ დაუთმო, იმიტომ რომ შენი ქმარია, დაუთმო, იმიტომ რომ შენი მეუღლეა. არ დაეთანხმო, მაგრამ მაინც დაუთმო და სექსში ვფიქრობ, რომ თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის კარი, რომ იკეტება, მე ორ ადამიანს შორის რაც ხდება, ეს ყველაზე ისეთი, ყველაზე ღია და მანდა ის ხარ, რაც ხარ. ნების გამო ისეთი ნაბიჯი გადაგიდგავს, რომელიც მე რეგინანია. არასდროს არაფერი არ მინანია. მადლობა ღმერთს, არასდროს სანანებელი არაფერი არ მქონია. გადამიდგავს უამრავი სულელური ნაბიჯი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ადამიანები სწავლობენ თავიანთ შეცდომებზე
თუმცა ჭკვიანი ადამიანები სწავლობენ სხვის შეცდომებს და მეტყობა არ ვარ ეგეთი ჭკვიანი და ჩემი შეცდომა ბევრი მოქვს დაშვებული, მაგრამ არაფერი რაც ამორალური იქნებოდა. ერთ და იგივე შეცდომა ორჯერ დაგიშვია? კი, რა თქმა უნდა. შეგნებულად? შეგნებულად შეცდომას არ უშვებ, მაგრამ აი უკვე იცი აცნობიერებ შედეგს, მაგრამ მაინც მიდიხარ. კი, რა თქმა უნდა და ალბათ აი განსაკუთრებით როდესაც გიყვარდება. ხომ იცი რომ ეს უკვე ერთხელ გავაკეთე და ხო ვიცი რომ შეცდომაა, მაგრამ აი ყველაზე ელემენტარულს გეტყვი, როდესაც სულ პატარა ხარ და მივწერო და იცი რომ მიწერ, აი ეს პასუხი რაც წამოვა, ან თუნდაც არ წამოვა, არ გინდა, ჯობია მოითმინო და იმან მოგწეროს. პრაგმატულად, მაგრამ ამ შეცდომას უშვებთ და ვერასდროს ვერ ვისწავლით ჩვენ რომ ეს შეცდომაა. კარიერისტი თუ დიასახლისი? კარიერისტი. იმის და მიუხედავად რომ აღმოჩნდი დიასახლისი და აბსოლუტურად არ მცხვენია ამისი ვარისი, როგორ დიასახლისი დილას რო დგება და აუთავებს, მერე საჭმელებს რო აკეთებს, სახლს რომ ალაგებს და ბავშვი რომ მყავდეს, ალბათ ბავშვს მოუვლიდ თავიდან ბოლომდე, მაგრამ შინაგანად ვარ კარიერისტი. და ბენმაც ეს იცის და იცის რომ ალბათ ერთადერთი რასაც შეიძლება რომ განხეთქილება მოყვეს ჩვენს ურთიერთობაში არის მისი უთანხმოება ჩემს კარიერასთან. მე ვერასდროს ვერ ავიტან რომ ბენმა მითხრას ეს არ გააკეთო, რომ იყოს რაღაცა გადაცემა ან ფილმი რომელსაც მე გადავწყვეტ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია და ჩემი კარიერისთვის მნიშვნელოვანია, დიდი შანსია რომ მე ბენის აზრი არ გავითვალისწინო და მან ეს იცის. იდეალური სცენაროები მიყოლს ამ ფილმში და ბენმა არჩევანის წინაშე დაგაყენოს რას გადაწყვეტ? ბენს ცოლად არ მოუყვანია დედაო, მან მოიყვანა გახთილი გოგონა ბევრ ყდაზე. რომ მითხრას რომ ეს მე მიმაჩნია არ არის სწორი, იმიტომ რომ უხარისხოა, იმიტომ რომ ცოტა სულელურია, მე მის აზრს რა თქმა უნდა გავითვალისწინებ, მაგრამ შენ იქ არ მიიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ მე არ მინდა ჩემი ცოლი ვინმე ნახოს ასეთი, ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის. მე ის ვარ, რაც ვარ და თუ მას ოდეს მეგონება რომ ეს სხვა ვიღაცა ვიყავ, ის კი არასწორი ადამიანი მოიყვანა ცოლად. როცა უგემოვნოთ ჩაცმულად დაგასახელეს, არ გეწყინა? ორი ვერსია მაქვს, რომელი გინდა ოფიციალური თუ უძრფელი? ოფიციალური დაიწყო. ოფიციალური ვერსია ის არის, რომ ჩვენ მივისწრაფით დასავლეთისკენ, არსებობს უამრავი ესეთი ნომინაცია, რომელიც გულისხმობს, რომ შენ ხარ უგემოვნო, ამაში ცუდი არაფერი არ არის, იმიტომ რომ გემოვნებაზე მუდამ დაობენ და ვიღაცის გემოვნების თანახმად შეიძლება ვიყო ძალიან გემოვნებიანი, ვიღაცის გემოვნების თანახმად შეიძლება ვიყო უგემოვნო. მოდი ახლა არაოფიციალური დაიწყო. არაოფიციალური ის არის, რომ ეს იყო საახალწლო გადაცემა, მე იმ ქალბატონს არც ვიცნობდი, რომელმაც მე დამასახელა უგემოვნოთ. ვერც გავიგე, რატომ ვიყავი მე. გეწყინა? არა, არ მწყენია ნამდვილად, თუმცა გაკვირვებული დავრჩი, რომ კი, მაგრამ რატომ? რო ყოფილიყო ბევრი ნომინაცია, რომელიც მსგავსი უარყოფითი შინაარსის იქნებოდა, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. ნომინაცია არ მწყენია. უბრალოდ ის ფაქტი, რომ ეს რაღაცა არ ვიცი. თავს უგემოვნოთ მიიჩნევ? მე რომ თავს უგემოვნოთ მივიჩნევ და სხვანაირად ჩავიცვამდი, მაგრამ გემოვნება ზოგადად არის საქციელი. იმიტომ რომ ტანსაცმელი შეიძლება მე შენი ძალიან მომწონდეს, ვიღაცამ თქოს არ მომწონსო, მაგრამ შენი საქციელი გამოხატავს შენს გემოვნებას. საბოლოოდ გეწყინა? არა, მართლა არ მწყენია. მის საქართველოს სტატუსს იმსახურებდი? უი, მე არ არის ეძახი. იცი რა არის იქიდან გამდინარე რომ იმ 20 გოგონას შორის ვიყავი ყველაზე დაბალი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, ყველაზე მსუქანი ნამდვილად და არა, მის საქართველოს სტატუსს ნამდვილად არ ვიმსახურებდი და საკმაოდ სამართლიანათაც ვერ მივიღე, მაგრამ მოვიტყუები რომ გითხრა არასდროს არ მიფიქრია თქო რომ აი მე არაჩვეულებრივად ვაქნევდი ხელს. დარწმუნებული ვარ რომ ბევრს უფიქრია მაგაზე. არა მარტო ამაზე, ბევრჯერ მიფიქრია რომ აი მის საქართველოს რო გამختارიყავი და მის სამყაროზე რო გავეშვი, რატომღაც მგონია რომ იქნებ იქიდან რაღაცა ჩამომეტანა. სისულელე ეს არის ოცნებები. აი, როდესაც ვხედავთ მანქანაში სადღაც ვიდეოთ მუსიკას უსმენთ და ვფიქრობთ იმაზე, რომ აი მე რომ ახლა ოსკარზე გავსულიყავი, როგორი ტექსტი მექნებოდა. მიახლოებით ესეთია. თუმცა პრაგმატულად და ობიექტურად ვიცი, რომ ახლოსაც არ გამივლია მის საქართველოსთან. კაცის სურნელი. სუნამოს თუ გულისხმობ, შანელი ბლუ მიყვარს ძალიან და ისე ვფიქრობ, რომ ალბათ ყველა მამაკაც, ყველა ადამიანს თავისი სურნელი აქვს და აი ვინც გიყვარს, აი მის სუნი ყველაზე მაგარია. მე ბენის სუნი მიყვარს ძალიან. მცირეხნიანი რომანი ქონია? რას ეძახი მცირეხნიანი რომანი? ერთი ღამის ისტორია, ორკვირიანი შეხვედრები. არა, არ მქონია არასდროს, თუმცა რა თქმა უნდა მქონია რომ ვიღაცა ბიჭი გავიცანი და 2 პაემნის შემდეგ მივხვდი რომ მასთან არაფერი არ მაკავშირებს და ძალიან ბევრი საქართველოში ამას ჩათვლის მცირეხნიან ურთიერთობა, თუმცა არაფერი სერიოზული არ მქონია. ყველაზე ცოტა ხანს შენი რომანი რამდენი ხანს გაგრძელდა? რაღაცნაირად იცი როგორ მოხდა, ყველა ჩემი ურთიერთობა გაგრძელდა 2 წელი. და სულ ვფიქრობდი რომ აი 2 წლის თავზე ბენთან რა იქნებოდა და ცოლად გავყევი. პირველად ნარკოტიკი ვინ გაგასინჯა? და შენ რა იცი რომ გასინჯული? არ გავს გასინჯული. არა, როგორ არა. ძლიერი ნარკოტიკი არასდროს არ გამისინჯავს.
გაგიკვირდება და კლუბურ ნარკოტიკს რასაც ეძახიან, იგიც არასდროს არ გამისინჯავს. მაქვს გასინჯული პლანი და ეს იყო ალბათ, როდესაც ვიყავი 1-20 წლის და მეგობრებთან ერთად ვიყავით, ჩემი შეყვარებულიც მაშინ იქ იყო და მითხრა რომ აბა დაარტყინ აპასიო და მახსოვს რომ საშინლად არ მომეწონა, იმიტომ რომ უბრალოდ ეს შეგრძნება არ მომეწონა. ხო არის რაღაცა კატეგორია, რომელსაც მოსწონთ კლუბებში სიარული და ეს არაფხიზელი მდგომარეობა. არაფხიზელი მდგომარეობა. მიმაჩნია თუ არა რომ ეს არის საშინელება და ქვით უნდა ჩავქოლოთ? არა, ეს მათი არჩევანია. იმიტომ რომ მე ვერ გამკითხო, მე მაგალითად მიყვარს ალკოჰოლი. მე და ბენი სადღაც რომ მივდივართ, ყოველთვის ვთვრებით. და ძალიან მაგარ დროს ვატარებთ, იმიტომ რომ რაღაც საცეკვაოდ მივდივართ და ზოგჯერ უბრალოდ ყოფილა რომ 1-2 ბოთლი ღვინო დაგვილებია და უწრფელ საუბრებში გაგვეტარებია საღამო. ისე დამთვალ ხარ რომ მეორე დღეს არაფერი ხსოვებოდა. არა, ეგრე არ დამთვალ ვარ. არა, კი დამთვალ ვარ, ეხლა ხანს ბენს ვეკითხებოდი რომ სახლამდე როგორ მოვედით, თქო და როგორ მოვედით და მოგათრიეო. იც რა არის, სანამ გავთხოვდებოდი, ალბათ ჩემი თავისთვის უფლება არ მიმიცია იმისა, რომ რაღაცა დაგავიწყდეს და რომ გავთხოვდი, მივხვდით ჩემ ქვართან ერთად ვარ და რომც დამავიწყდეს, მომიყვანს, ხო არ დამტოვებს, ორნი ვართ და ერთ-ერთი იქნება ფხიზელი. კი, ყოფილა რა თქმა უნდა. ცოლიან მამაკაცთან გიფლირტავია? მინდა გითხრა რომ არა, მაგრამ ალბათ ტყუილი იქნება. ანუ კი. კი, მიფლირტავი, არ მიმიყვანია. რაღაც ძალიან ცუდ რაღაცებს ვიძახი, მაგრამ ხო არის გულწრფელი გადაცემა. მიფლირტავია, თუმცა ფლირტში გულისხმობ აი სანამ გაიგებ რომ ცოლი ყავს და უბრალოდ რომ მაგალითად სადღაც მოვა ის მამაკაცი და იწყებ შენთან საუბარს. შენ ხომ არ გაქვს დოსიე ყველა მამაკაცზე თავზე არ ეწერებათ რომ ცოლი ყავთ. და მე როდესაც მივსულარ და მithქვამს რომ იცით რა არის ეს და ეს გავიცანი, ვიღაცას უთქვამს რომ ხო არ გაგიჟდი, მაგას ცოლი ყავს და ნუ რა თქმა უნდა მანდ დასრულებულა ჩვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ უბრალოდ არასდროს არ ვამართლებ იმ ადამიანებს, რომლებიც ანგრევენ ოჯახს და ჩემთვის ის კაცი დავარდა მილიონი საფეხურით ქვემოთ, იმის და მიუხედავად რომ ძალიან კარგი შთაბეჭდილება შეიძლება მოახდინა თავიდან. მეც ვერასდროს ვერ უყალატებდი ჩემს მეუღლეს. არა იმიტომ რომ აი ესეთი მორალისტი ვარ, უბრალოდ იმიტომ რომ ალბათ ვიღაცასთან ვისთანაც ღალატობ, იმის თვალშიც ძალიან ბანძი ხარ და არასაინტერესო, იმიტომ რომ შენ ამის გამკეთებელი ხარ. ამიტომ ვფიქრობ რომ ღალატი ზოგადად დაბალი დონის აქციელია. რისი კომპლექსი გაქვს? არ ვიცი, ზოგჯერ მერჩნია რომ მსუქანი ვარ და ამის კომპლექსი მაქვს. ზოგჯერ მიმაჩნია რომ გარკვეულ საზოგადოებაში მოხვედრა ჩემთვის ზოგჯერ კომპლექსია. მაგალითად, მე უფრო თამამად და უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს ბაზრობაზე. იმიტომ რომ იქ ყველა ძალიან გულწრფელი და ნამდვილი და არაფრის აი და როდესაც აი ზოგჯერ არავის შოროწყობს არ ვაყენებ, აი ეგრე სტერეოტიპულ ვაკის სიტუაციაში ვხდები, ზოგჯერ კომპლექსდები, იმიტომ რომ მე აი მის თამაში რაც მათ შეუძლიათ არ გამომდის და გამოვდივარ რაღაცნაირი სულელური, არ ვიცი, ვერ ვხსნი სწორად, მაგრამ რაღაც გარკვეული საზოგადოება მაკომპლექსებს. სნობური გაგება არ მოგწონს? არ მომწონს, ვერასდროს ვერ ვიქნები სნობი. ყველაზე უხერხულო ადგილას სექსისად ქონია? მანქანაშიც ალბათ მოუხერხებელია და მსგავსი შემთხვევა. უხერხულია. უხერხულია. კი. მამაკაც შენთვის ხელი გაურტყამს? არა, არასდროს. მადლობა, არ ვიცი, ჩემს ბედს თუ რას, მე არასდროს მსგავს მამაკაცთან ურთიერთობა არ მქონია და იმასაც ვიტყვი რომ თუ თქვენ გაქვთ ესეთ მამაკაცთან ურთიერთობა, გამოიქეცით, იმიტომ რომ ეს მამაკაცი არასდროს კარგს არაფერს ვერ მოგიტანთ. თუ გგონიათ რომ ბავშვი გყავთ მასთან, ის მამაც ვერასდროს ვერ იქნება კარგი, იმიტომ რომ ის ქალაჩუნაა. პოპულარობამ რა უარყოფითი მოგიტანა? მე მომწონს რომ პოპულარული ვარ. მე მსიამუნებს, როდესაც ხალხში გავდივარ და ვიღაცა მცნობს. და ადამიანებს ხშირად უთქვამთ, რომ მე შენში მომწონს. არა, სხვა შეს არასდროს არავის არ უთქვამს, როგორ მომწონს შენი ქერათმები ან როგორ მომწონს შენი შიშველი სურათები. ეს არასდროს არავის არ უთქვამს. ძალიან ხშირად უთქვამს, რომ მე მომწონს რომ ასეთი გულწრფელი.